კიდევ ერთი ახალი სამედიცინო ცენტრი თბილისში წითელი ლენტი მიხეილ სააკაშვილმა და კლინიკის ხელმძღვანელმა დავით ტატიშვილმა გაჭრეს. კლინიკაში პაციენტებს ამბულატორიულთან ერთად სტაციონარულ მომსახურებას გაუწევენ. 5-სართულიანი შენობა 25 პაციენტზე გათვლილი. კლინიკაში ბავშვთა განყოფილებაც იმოქმედებს. დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრში 150 ადამიანია დასაქმებული. ახლად გახსნილი სამედიცინო ცენტრი უახლესი თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილი. პრეზიდენტმა სტაციონარები დაათვალიერა და მის მოწყობაზე გაწეული ხარჯების რაოდენობითაც დაინტერესდა. პირველი ლაბორატორია ბატონ პრეზიდენტო, სადაც არის დანერგილი კომპიუტერული მართვის სისტემა. ესე იგი პრაქტიკულად ყველა შესაძლო ანალიზს თვითონ აპარატურა გამორიცხავს. და ესე იგი ჩვენ ამით მინდა მივახციოთ, რომ მაქსიმალურად არ მოხდეს არანაირი გადენა საზღვარგარეთ ჩვენი ანალიზების და თვითონ გადამოწმება ყველა ანალიზის მოხდეს აქვე საქართველოში. ეს არის მოზრდილ ბავშვთა განყოფილება. ჩვენი ამოცანა რა იყო? რომ ბავშვს არ ექნება თავი როგორც საავადმყოფოში, მაქსიმალურად კომფორტულად დაწებული იქ, რომ არის საშუალება, რომ ყველანაირი თვითონ სხვადასხვა საშუალება. ეს არის აბსოლუტურად ელექტრონული საწოლები, აბიკლინიკ საავადმყოფოში 25-ვე საწოლი და 4-ვე ინტენსიური საწოლი არის სრულიად ელექტრონული. ჩვენ ბოლო რამდენიმე წელი გვაქვს დაზღვევა მათ შორის სოციალურად დაუცველების. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვეულებრივი ადამიანი, რომელსაც მართლა ყოველდღიურად შეიძლება არსებობა უჭირდეს, იმის გამო რომ ეს პოლისი მოვიდეს ამ ყველაზე მაღალი დონის კლინიკაში. 2015 წლის მოდერნიზაციის გეგმა არის სწორედ ის, რომ საქართველოში ყველა კლინიკა იქნება ან ამ დონის, ან თითქმის ამ დონის. მაგრამ თავარი არის, რომ ეხლა ექიმები და ახალი ძალიან მაღალი კვალიფიკაციის ექიმები არა, ყველგან იყოს ამ კვალიფიკაციის ექიმები და კიდევ უფრო მაღალისაც, იმიტომ რომ ცოდნა იზრდება და მეორეს მხრივ ყველა ეს კლინიკა იყოს იმისაც, რომ ხალხისთვის იყოს, არა სადღაც ზოგადად, არამედ ხალხს შეძლოს აქ მოსვლა და თავის ჯამჯერითი პროფილაქტიკა დაავადებების და შემდეგ თუ ყველა საცილო ავადმყოფობის მკურნალობა. და ეს არის, რომ არა მხოლოდ ის, რომ უბრალოდ გაკეთდება მოდერნიზაციის გეგმით, საქართველოს ყველა იქნება ესეთი. მაგრამ ხალხს უნდა მიუწევოს ხელი. მნიშვნელოვანია, რომ 25 საწოლიანი კლინიკა განყოფილია ყველა ასაკის პაციენტისათვის, როგორც ბავშვთან განყოფილება, ისე უფროსების. ძირითადად აქცენტი იქნება გეგმიურ ოპერაციებზე და დარწმუნებული ვარ, უახლოეს მომავალში ყველა რაიონში საქართველოში ყველა მოქალაქისთვის გვექნება უკვე ახალი კლინიკა შეთავაზებული, ახალი სერვისები.